ადამიანი, ალექს ჩიქოვანი. ალექსი არის სტრატეგიული ბრენდ სტრატეგიული სააგენტოს ლაივის დამფუძნებელი, ბრენდ სტრატეგი და ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე ამ სფეროში მუშაობს, ქმნის ბრენდებს თქვენთან ერთად და მისი შექმნილი ძალიან ბევრი წარმატებული ბრენდი ცხოვრების განმავლობაში დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ შეხვედრიათ თაროებზე და რეალურად ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ადგილას. ასე რომ ძალიან მოხარული ვარ ალექს, მოკლედ დიდი ხანია საზოგადოება ითხოვს შენ სტუმრობას, მოდი ესე ვთქვათ და მიხარია რომ მოკლედ დღეს მოგვეცემა მე და შენ საშუალება რომ ვისაუბროთ ბრენდზე, ბრენდინგზე და როგორც შენ პოსტში დაწერე დღეს ბრენდ სტრატეგობა ჯობია ამ ქვეყანაში თუ მე-საათე ამ თემაზე და ასე რომ მადლობა მოწვევისთვის, რავი, მივესალმები მაყურებელს, მსმენელს ყველას. მზად ვარ ნებისმიერი კითხვისთვის და რავი, დავიწყოთ. კი ბატონო, დავიწყოთ. მაშინ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ხარდამჭერი არის პრემიუმ კრაფტ ლუდი, ქართული კრაფტ ლუდი ტაატი. მადლობა მას ჩვენი გადაცემის ხარდაჭერისათვის და მასთან ერთად ჩვენ გვეძლევა საშუალება ესეთ საინტერესო სტუმრები გვყავდეს. მოდი ალექს დავიწყოთ იცილითი. საქართველოში აი ამ ერთ პატარა ქვეყანაში, მოდი ესე ვთქვათ რა, სოფლიო გადმოსახედიდან რამდენად არის საერთოდ იმის საჭიროება, ან რამდენად არის იმის აუცილებლობა და რამდენად წარმატებულები შეიძლება იყვნენ ბრენდები, მოდი ესე ვთქვათ რა. აი ამ გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ბრენდინგი ხა ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ როგორც წესია ვსაუბრობთ ხოლმე და ბრენდს რო ვიტყვით ხოლმე, კოსტვაში როცა და ალბათ მარკეტინგზე და ბრენდინგზე ვსაუბრობთ, დიდი ბრენდები ხო, აი Coca-Cola, Adidas-ი, არ ვიცი, Apple-ი ასე შემდეგ და რაღაც ბრენდები თითქოს სადღაც აკტრიალებს ხოლმე ობივატელის წარმოდგენაში და აი შენ როგორც ადამიანი, რომელიც უკვე დიდი ხანია უკვე სტრატეგიულ ბრენდინგში ხარ, ძალიან ბევრი პროექტი გაგიკეთებია, შენი შეგრძნებები და რეალური გამოცდილება როგორი არის? საქართველოში ბრენდი და ბრენდინგი რამდენად აქტუალური თემაა? ხო, პატარა ქვეყნიდან დავიწყოთ. ეხლა გასაგებია, რომ თქვათ იგივე ამერიკაში ან მოკლედ ესე ვთქვათ რა, სადღაც 10, 15, 20 მილიონი მოსახლეობიან ქვეყანაში, ნუ რა თქმა უნდა, შეიძლება გაცილებით აქტუალური იყოს და დიდი ბაზარია და რაღაცა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა მე და შენ ხო კარგად ვიცით, რომ ბრენდინგი თვითონ როგორც ასეთი თავისთავად არის სტრატეგია და ცოტა უფრო კიდე რო დეტალურად ვთქვათ, ეს არის საქმის კეთების დისციპლინა, ხო მართალია? ანუ სწორად დაიწყო ფიქრი, რა გააკეთო, რა შექმნო, მერე სწორად განავითარო და ასე შემდეგ. ეხლა რა დავაშავეთ ქართველებმა, რომ ცოტა ვართ მომხმარებლები, ხო ვართ ჩვენც რა და ამიტომ მგონია, რომ ჩვენთან ასე იგი ბრენდის საქციელი ჩვენს მიმართაც უნდა იყოს ისეთი, როგორც ნებისმიერი სხვა ბრენდის იქნებოდა და პლუს ამას მგონია, რომ ეს გაცილებით მეტ შედეგს და წარმატებას მოუტანს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქმის დაწყება უნდა, ვიდრე თქვათ ამის გარეშე. პლუს ამას პატარა ქვეყანას და მით უმეტეს ჩვენაირ ქვეყანას აქვს ერთი ესეთი პრობლემა თუ რავი, უბედურება გვჭირს, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ პატარა ქვეყანაში ჯერჯერობით აი ეს 30 წელია, რაც დამოუკიდებლები ვართ, ეგრეთ წოდებული რაღაც ეს ტერმინი რო ვიხმანო, რაღაცა პატარა დარასკლადებებიდან გამომდინარე, რავი, არიან ხო ვიღაცა ხა ინდუსტრიებში რო ჩამოყვეთ 1, 2, 3 კომპანია და დანარჩენი მერე ყველა რაღაცას წვალობს. და შესაბამისად ამ 1, 2, 3 კომპანიას, რომელიც დიდები არიან და სხვა დაუფლებულები არიან რაღაცა. ხო, კონკურენციის ნაკლებობაა და ხა სამწუხაროდ თუნდაც ბრენდინგი იმაში გამოადგება დანარჩენ ყველას, ვინც იგივე ინდუსტრიებში, თქვათ კონკრეტულ ინდუსტრიებში უნდათ საქმიანობა, რომ არ ითამაშონ მათი თამაშის წესებით. იმიტომ რომ მათი თამაშის წესით ვერ მოუგებ, ანუ ინდუსტრიაში ვინც არის დამკვიდრებული იმის თამაშის წესით თუ შედიხარ, ამ ბოლო დროს ამეკვიატა ესეთი ტერმინი კუმულატიური უპირატესობა რა, 30 წლით და 20 წლით და 15 წლით წინ არის შენზე რა. ხო და ეხა ამ თამაშის წესებში ვერ მოუგებ და რაღაც განსხვავებული გამორჩეული უნდა გააკეთო და ხა მაგის შენ ჩემზე კარგად იცი რომ ეს განსხვავებული და გამორჩეული არის ბრენდინგი რა. ამიტომ მე მაინც გონია რომ აქტუალურია და ბრენდინგი ყველგან
აქტუალურია, სადაც არ უნდა ვიყოთ, ისეთივე ძველია როგორც კაცობრიობა და ადამიანის ბუნებაა, რომ იყო გამორჩეული, განსხვავებული, მით უმეტეს ამას ეხა რავი, ხშირად გავიმეორებ ალბათ ამ ფრაზას, ჩემზე უკეთესით იცი, რომ რაღაცა საშუალო და გრძელ ვადაში მოაქვს კონკრეტული შედეგი, რასაც ქვია ფული რა, ბრენდინგი კეთდება იმისთვის, რომ სწორი გზით, ეფექტიანად მომხმარებლისთვის სწორი პრობლემის გადაჭრით იშოვო ფული. კი ბატონო. და ეხლა მოდი მივყვეთ ეხლა ამ თემას, ხო, აი კონკურენცია მნიშვნელოვანი არის ამ და კონკურენციაში ერთ-ერთი მართლა ძალიან ესეთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუ მთავარი არა, ისე ვიტყოდი და ეხლა ერთი დღეს კი მთავარ თემაზე ვთქვათ, ხო, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თქვით, რომ მოდი გადაცემაში ამავდროულად ვისაუბრებთ როგორც პროფესიაზე, ხო, რაღაც ბრენდ სტრატეგიაზე, იმიტომ რომ ეს პროფესია უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ხო? და რაც უფრო დრო გადის, მეტი ადამიანი ერთვება ამ თემაში და ესე ვიკითხავ, მოდი ამ ქვეყანაში, სადაც ყველა ანეკდოტი რო იყო, ხო, ეხლა რომ პირველ მეორეზე ჯარშიო ვერ გაითვლიანო, ყველა იტყვის პირველი ვარო და ასე ყველა სტრატეგიაა და ყველა მოკლედ მხედართავარია და ეს საქართველოს ესი გააკრო ნებისმიერი ადამიანი რო გააჩერო, იცის ქვეყანა როგორ მართოს, ომი როგორ მოიგოს, არის ფეხბურთში როგორ უნდა მოიგოს ნაკრებმა და მოკლედ ყველაფერი და აი მთელ ამ გადმოსახედიდან თუ შეიძლება რაღაცა ეხლა ესე ნახევრად სერიოზულად თქვათ, მაგრამ რეალურად სერიოზულადაც, რომ ეს პროფესია რამდენად შეუძლია ამ პროფესიას იარსებოს ესეთ გარემოში, იმიტომ რომ კვალიფიკაცია საკმაოდ მაღალი გჭირდება, რომ სტრატეგი გახდე, ბრენდ სტრატეგი გახდე და შესაბამისად მე კიდე პლუს ადვაიზინგი აკეთო და კომპანიებს დაეხმარო ამ ყველაფერში. მე თხოვნა მექნება, რომ ამ კითხვით თუ ეს ამ კითხვას დავტოვებ, თუ შეიძლება ეთერში ახლა აი გვანიშნებენ, რომ სარეკლამო ჭრა არის და დავუბრუნდებით მალე ეთერში და ამ კითხვის პასუხით დაგვიბრუნდი თუ შეიძლება ეთერში. კი ბატონო. გადაცემის მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გინდა მიიღო 28 თეთრამდე ფასდაკლება საწვავზე. ახლავე გადმოწერე სოკარის განახლებული აპლიკაცია სოკარჩეო. ისარგებლე გაზრდილი ფასდაკლებით მოხმარებული საწვავის მიხედვით. თითო ლიტრზე დააგროვე 3 კოვა. მიიღე მრავალფეროვანი შეთავაზებები და აივსე საჩუქრებით. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.g ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. შენი თმა შენი ისტორიის ნაწილია. ძნელია შეელიო იმას, რაც შენია. შეგიძლია დაიბრუნო ის, რაც დაკარგე. დეამედი, თმის აღდგენის ხელოვნება. შექმენი შენი ახალი ისტორია. პროფესორ დეა პაპასკირთან ერთად. ბერბუგის 8. ტელეფონი 591 50 90 90. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. იამალუბის პრემიუმ ხარისხის ზეთების შეძენა უკვე ხელმისაწვდომია Yamaha showroom-ში. მაღალი წნევის და ტემპერატურისადმი გამძლე. იდეალურია ქუჩისთვის, ტრეკისთვის თუ ოფროუდისთვის. ეწვია Yamaha showroom-ს. დავით აღმაშენებლის 116 ან დაგვირეკეთ 2511. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი Zabi. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. New Hospital-ის ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები.
მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ ნიუ ჰოსპიტალში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2-190-190. მრავალპროფილური კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. უნიკალური შანსი საქართველოში ნომერ პირველი ესთეტიკის სასწავლო ცენტრ ლოტუსისგან. მათ ვინც იმერეთსა და აჭარის რეგიონში ცხოვრობთ, გსურთ დაეუფლოთ ლაზეროთერაპევტის პროფესიას და ვერ ახერხებთ სასწავლებლად დედაქალაქში ჩამოსვლას, ლოტუსი გაძლევთ უნიკალურ შანსს. სულ რაღაც 2 კვირაში თქვენსავე რეგიონში შეისწავლოთ მოთხოვნადი პროფესია. მიიღოთ ISO ხარისხის სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი და დასაქმდეთ მარტივად. დაწვრილებით ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 0322 9383. ლოტუსი, ჩვენ ვსრდით პროფესიონალებს. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემით ბრენდი საქართველო. ჩვენი სტუმარია დღეს ალექსი ჩიკოვანი, ბრენდის სტრატეგი. ალექს, მოკლედ ის კითხვა დავტოვე რა ეთერში და გთხოვ რომ ამით გავაგზავნოთ საუბარი, რომ ქვეყანაში სადაც ხა ნახევრად ხუმრობით ყველა სტრატეგია, ყველა მხედართმთავარია და ყველა გენერალია რა, ესე რო ვთქვა და აი ამ ქვეყანაში, ესეთ ქვეყანაში რას გამოწვევები აქვს ბრენდ სტრატეგიის პროფესიას? კარგი, მოდი მაშინ ჯერ ესე ვიტყვი, რომ პროფესია ბრენდის სტრატეგი საქართველოში ვინც დაიწყო ხარ შენ, ხო? პირველი იყავი, ვინც კეთება დაიწყე პრაქტიკულად ამისი და ნუ მე შემოგიერთდი და განვითარდა. ეს უნდა აღვნიშნო, იმიტომ რომ მე ცოტა მინდა რომ შენ მეტად გამოჩდე და იაქტიურო და იმედი იმას იზამ და ვაფიქსირებ რა, რომ მე გავიგონე პირველად ბრენდის სიტყვა შენგან და ბრენდინგი და ასე შემდეგ. ეხა რაც შეეხება შენ თქვი რომ აქტუალურიაო რა, მე ცოტა სხვანაირად ვიტყვი, მოდაშია. აქტუალური კიდე სხვა, აქტუალური მე მგონია მაინც აი რომ აი საჭიროება დგას და უნდა ამის გაცნობიერება ხდება, რომ აი როგორ არა გჭირდება და ასე. ცოტა მოდაში შემოვიდა, იმიტომ რომ ნუ საზღვრები გაიხსნა, გაფართოვდა ასე ვთქვათ ჩვენი თვალსაჩინო და ნუ რა თქმა უნდა. მესამე ვიტყვი იმას, რომ მე აბსოლუტურად ყველას, ვისაც უნდა ბრენდის სტრატეგობა, უსურვებ უდიდეს წარმატებას, მაგრამ რასაც ქვია ბრენდის სტრატეგობა და რასაც ქვია ჭეშმარიტი ბრენდინგი რა. და ნუ ეხა იცი შენ რომ 17-18 წელიწადია ლექციებს ვკითხულობ ბრენდინგზე და ეს იყო ჩემი პირველი და ერთადერთი мотиваტორი რომ სწორი ცოდნა გამევრცელებია რა არის ბრენდინგი და ბრენდის და მახსოვს რომ როგორ უწვალობდით ამ ტერმინის დამკვიდრებას რომ ბრენდი არ არის რაღაც დაბეჭდვა მხოლოდ მაისურზე. ხო, კი ბატონო და აი მოკლედ მე უნდა ვთქვა რომ კი ბატონო თუ უნდა ადამიანს რომ იყოს ბრენდის სტრატეგი, ნუ ძალიან კარგია, მაგრამ სწორი ბრენდის სტრატეგი, მოდი ასე ვთქვა და სწორი ბრენდინგის, იმიტომ რომ ხა ბრენდინგი არ არის მარტო შეფუთვა, ხო, უდიდესი სიღრმეებია და ასე შემდეგ და ამ ბოლო დროს ხა რა ვიცი, იმედია ამ პარტავანობაში არ ჩავმართვენ, მაგრამ როცა მაქვს საუბარი თანამოაზრეებთან, ასე ვთქვათ, სულ ვიყენებ ამ სიტყვას, რომ ქვიშა, ხო იცი, ჩვენ ვართ ქვიშა, ანუ წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიაო, ვინც რეალურად ჩაწვდება ჭეშმარიტი ბრენდინგის სიღრმეებს, ის კი ბატონო იქნება ბრენდის სტრატეგი და არ ამგონია ხა რომ ხა ყველას რომ აი მე ვარ ბრენდის სტრატეგი, იძახიან ერთია და რასაკეთებ მეორე და ალბათ ეს გამოაჩენს და შედეგები გამოაჩენს საქმემან შენმან გამოგაჩინოს კი ბატონო. სხვა შემთხვევაში ნამდვილად ყველას უშურებ წარმატებას, თავარია ნუ დაამახინჯებენ და დააზარალონ ის რაც მე შენ ვაშენეთ აგერ შემოგვიერთა მე შოთიკო და კიდე რამდენიმე ადამიანი, ხო? ეხლა რაც შეეხება თვითონ პროფესიას, ხო, მართლა ახალი პროფესიაა, ჩემი აზრით, ეს მართლა 2-3 კაცის მხრებზე დგას ეს ამბავი. სწავლებაც აგერ ალაგ-ალაგ მე თქვა შენ სადრე კითხულობდი ლექციას და ასე შემდეგ რაღაცა მიმდინარეობს, მაგრამ დავიწყებ იქიდან რომ არა მარტო ბრენდინგში, არამედ საერთოდ საქართველოში კონსულტანტის დაქირავების კულტურა ცოტა მოიკოჭლებს.
თუ ნამეტანი ციფრები და ისეთი ძალიან სპეციფიკურ ცოდნასთან არ არის ასოცირებული, დანარჩენი ახლა ყველას გონია, რომ კონსულტანტს რო დაიქირავებს, უნდა უთხრას რა უნდა გააკეთოს იმან რა და ახლა ესე არ გამოვა. არა და კონსულტანტი ახლა ჩემი განმარტებით არის კონკრეტული კომპეტენციის მქონე ადამიანი, ოღონდ ობიექტური თვალით, არა რუტინაში, ასე ვთქვათ, ჩაკარგული ადამიანი და რუტინაში ჩაკარგვა ახლა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ცუდია, უბრალოდ ყოველდღიურობა იმდენად ისრუტავს ადამიანს, რომ შეიძლება ძალიან ესეთი აი ესე ერთი შეხედვით უმარტივესი რაღაცები გაგეპაროს. ამიტომ კონსულტანტი მოდის და ესეთი უცხო თვალით შენი საქმიანობას აფასებს, აუდიტს აკეთებს და ნუ მე გეხმარება რომ გადაჭრა ეს პრობლემები და ნუ ახლა ბრენდინგის კუთხით გადაჭრა პრობლემა ალბათ თავარი რომ გაიაზრო რომ შენი მომხმარებელი ვინ არის, რა პრობლემა აქვს და მე ეს გადაუწყვიტო და ეს არის მთელი ბრენდის სტრატეგია, ესე მოკლედ რო ვთქვა, ხო? ხო და რა ვიცი, თუ ვისაუბრებთ, ეხლა მე არც მინახავს ბრენდის სტრატეგიის პროფესიის განმარტება და რაღაც job description-ები, ესე საერთაშორისო იმაში, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, რასაც მე უყურებ, ხო? ეს არის ახლა დიდი ბიჭები და გოგოები რო ავიღოთ რა, ვისაც ჩვენ თავის დროზე სწორებას ვაკეთებდით, იგივე შენი მეგობარი და პარტნიორი ტომას გედი, აქეთ რა ვიცი, დევიდ აკერი, მარტინ ეიმეირი, ვიღაცები, ნუ ბევრი ადამიანი, რო ვკითხულობ მათ ბიოგრაფიებს ან რაღაცა, ნუ ხა ძალიან ისეთი ფართო გამოცდილების მქონე ადამიანები არიან თავის დროზე, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ასაკს თუ გავითვალისწინებთ, მათ ახალგაზრდობაში ბრენდინგი ასეთი აქტუალური არ იყო და ხო დისციპლინა არ იყო, ეხლა საკმაოდ მათ ჩამოაყალიბეს ალბათ უფრო. მათ ჩამოაყალიბეს, რა თქმა უნდა და ესეთი ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილება, სადღაც მე ჯობსის არ იყოს connecting the dots გააკეთეს და მიმართეს ეს ბრენდინგში და ეხლა მე რასაც უყურებ ჩემი გამოცდილებით, იგივე ხა შენი პროექტებიც ვიცი, ჩემი პროექტები ხო ვიცი და ასე შემდეგ უყურებ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის სტრატეგი იყოს განათლებული ადამიანი, როგორც მინიმუმ ის მაინც იცოდეს, რომ რამე რო დაჭირდება, სად ეძებოს, არ არის აუცილებლად ეხა რომ ყველაფერი იცოდე და ასე შემდეგ, გონება გახსნილი ადამიანი, რომელიც თვითონ ბრენდინგის წესების დარღვევაზეც არის წამსვლელი, თუ კი საქმეს დაჭირდა, რაც ქმნის ახალ, ასე ვთქვათ, ბრენდინგს, მოდი ასე ვთქვათ რა, ხო ეხა მაგალითად რო ვთქვა, რას გულისხმობ, ვთქვათ, გრძელი ორი სიტყვა სახელისთვის კარგი არ არის, ხო, რო ვიძახით. ნუ რავი, გააჩნია გარემოებას, ხო მართალია, ნუ შინაარსზე აღარ ვიძახ. და მე ყველაზე მეტად ამ პროცესში ის ვსიამოვნებს, რომ როცა კონკრეტულ პროექტს ვიწყებ, ხო, ვიწყებ დედაბუდიანად შესწავლას მისას, თუ ეს რაღაცა ადგილთან არის მიბმული იმ ადგილის ისტორიას და ეს ვეძებ და ამ ბოლო დროს დამჩემდა ახალ პროექტს რო ვიწყებ პარალელურად ან პროზაული, ასე ვთქვათ, ლიტერატურის პროზის კითხვას რაიმეს ან რაღაც ლექსებში ვიქექები ხოლმე რაღაცეებში რა და მოკლედ ეს არის და პლუს ამას ბრენდის სტრატეგია უნდა იყოს ღია და გახსნილი ალბათ თანამშრომლობის რომ კონკრეტულ სპეციალისტებს მიმართოს და გამოიკითხოს ის დეტალები რაც აი სტრატეგიის სრულყოფას ჭირდება რომ რაღაცა განსხვავებული და გამორჩეული დაიდოს რა ხო და პლუს ამას მოდი ვთქვათ ეხლა შეიძლება ჩაგვითვალონ რომ ეს ორი მოხუცი კაცი დაждდა აქ და ახალგაზრდებს გვიტევს მაგრამ ბრენდის სტრატეგობას ნამდვილად ჭირდება ცხოვრებისეული გამოცდილებაც რა ხო ხდებით რაღაც ასაკის მერე ესეთი კონიაკის ეფექტია რა შეიძლება დაიწყო ახალგაზრდა მაგრამ რაღაც ასაკში როცა რაღაც გარკვეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას დააგროვებ მერე ალბათ უფრო უკეთესი ხდება და ხო ეს ზოგადად ალბათ ხა მართლა იმაში რო არ ჩამოგვერთვა ზოგადად ბრენდ სტრატეგიაზე რა ძირითადად სტრატეგიული აზროვნებას ჭირდება მათ შორის რაღაც გარკვეული გამოცდილები ვიღაცამ შეიძლება ძალიან ადრე დააგროვოს კი ბატონო ეს გამოცდილება მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინ ბიზნესის ცოდნა და კი ბატონო მაშინ თუ შეიძლება ხო აი ძალიან მნიშვნელოვანია ხლა რაც ახლა შენ თქვი კომენტარი რო ანუ ერთი დამავისდა ლევან რა ძალიან მაგარი იქნება და დიდ უპირატესობას მიცემს იმ ადამიანს, ვისაც ბრენდის სტრატეგობა უნდა, ვინც ყოფილა თავის დამკვეთების ტყავში. ანუ ჯერ უმუშავია როგორც დაქირავება. ორივე მხარე რო კონდეს წარმოდგენილი. ორივე მხარე რო კონდეს წარმოდგენილი, იმიტომ რომ უფრო რეალობასთან ახლოს რეკომენდაციების დაგება. ხო, იმიტომ რომ ბრენდინგი ხო შენ როგორც აღნიშნე გადაცემის დასაწყისში, ეს არის ბიზნესისათვის, ან შეიძლება ეს ბიზნესი არ იყოს პირადი ბრენდი იყოს, ან რაღაცა იყოს საერთოდ რაღაც კარგი იდეაზე დაფუძნებული
რა ვიცი მაგალითად ძაღლების თავში საფარი არ არის ბიზნესი, მაგრამ მაგრამ მეტი სარგებლის ხო არის ყველასთვის მეტი სარგებლის მიღების ასე ვთქვათ თემაა და აი აქ მოდი აბა ახლა მოუბრუნდები კიდევ უფრო დრო დავავიწროთ, მაგრამ ძალიან მომწონს ხოლმე შე რო ესე ამბობ ხოლმე რომ აი ბრენდინგი თუ მესაათეობა, იმიტომ რომ მე ვიცი რატომაც ხმარობ ამ ტერმინს, თუ სწორად ხვდები მაინც განმართავ, რომ ანუ აი მესაათე მიცის პროფესიონალურ მესაათეს არაფერი ჯობს, ხო? მანჯაზე გიკეთია საათი, ზუსტად უნდა აჩვენებდეს დროს. აქ რაღაც ძალიან ისეთ ჩახლართული ჩემი გადმოსახედიდან, არ ვიცი, რთული მექანიზმი და ის მესაათეს კონცენტრირებულია მოკლედ იმას და იცის დილას რომ მივა სამსახურში, იმ ზრიალებს და იმას იცის რას აკეთებს. თან ძალიან შურს რომ ვერავინ ვერ ჩაერევა. ვერავინ ვერ ჩაერევა, რომ მივა და რაც არ უნდა უხო, შენ ვერ ჩაერევა, ხო ესე გააკეთე. ესე მოატრიალ და ეხლა ეს ჯობია რომ ეზამბარა ესე ჩასვა, იქ არ არსებულია, ხო? მოგცემს ამ შესაძაც და წადი არე შენი გაბჭებული საათში და აი ამ გადმოსახედიდან მოკლედ აი ბრენდ სტრატეგი თუ მესაათე მოდი ეს ამ შევადარო ხო ეხა ნუ ჩვენ გვისაუბრია ამაზე ბევრჯერ და ვიტყვი რომ ნუ ეხა ერთი იმიტომ ვიმეორებ ამას ხშირად რომ ანუ საჭიროება რა რომ ეხა შენს კარგად იცი და შენ თავზე გაქვს ნაწნევი უამრავჯერ და ეხაც ალბათ მაგ მდგომარეობაში ვარ როგორც კი ქვეყანაში რაღაცა რყევა დაიწყება ჩვენი საქმიანობა იმ წუთასვე ხდება არა მოთხოვნადი ხო და რაღაცა ვრჩებით ისე ხო და რა ვიცი მესაათე იქნება ეს თუ რა ვიცი მის ფილად მწყობი კაფელში ეგრეთ წოდებული ამათი პროფესია უფრო მოთხოვნადი და საჭიროა ეს ერთი ამბავი და ხანდახან რო გამიჭირდება ვიტყვი რომ რაღაცა უფრო პრაქტიკული ხო არ მესწავლა თქო არა და ისეთ ქვეყანაში დაალაგებულ ქვეყანაში სადაც ბიზნესის კულტურა არსებობს ბრენდინგზე პრაქტიკული რაღა უნდა იყოს ეხლა იმიტომ რომ თქვათ ხო ხაზგასმით რომ ბრენდინგი ძალიან პრაქტიკული დისციპლინაა რა ეს უხეშავთ რომ თქვა ფულის შოვნაზეა ორიენტირებული ოღონდ სწორად ფულის შოვნაზე და არა იმაზე ხო ხო და მეორე ამბავი არის ეს ჩარევა იმ ჭიჭიკიას ანეკდოტის არ იყოს ალბათ შენც იცი რომ ეს უმუშევარი როა და რომ შეწუხდება მის გარშემო ხალხი და უმუშევარი კი არა ზარმაცი როა და რა გინდა ოღონდ შენ გადი და იმუშავე ხელი დაადეებ და ყველაფერი იქ მოგაწყობ სადაც გაგიხარდებაო და უამრავ ადგილას რო ატარეს და ვარი თქვა ყველაფერს და ბოლოს ოპერაში შეიყვანა და დირიჟორი დაინახა რა და ეგი მინდაო თქვა და რატო და ეგი ადვილიაო ჯობს დავაქნეო ხო ხტები და ასე გონიათ რაღაც სიტყვებია და რაღაც ის არის გონია თუ შეიძლება ჩაგერიოს და ასე შემდეგ და ნუ სამწუხაროდ არის მეორე ფაქტორიც რომ გემოვნების ამბებიც ერთვება აქ და იგივე თქვათ რომ შეიქმნება ეს შინაარსი და კონცეფცია ბრენდის და სიღრმეები მერე თქვათ რაც უფრო ჩანს აი იმ ნაწილთან უფრო ახლა იჭედება პროცესი ეს არის სახელი სლოგანი გზავნილები თქვათ მერე დიზაინის ნაწილი ხო და ეს არ არის გემოვნებაზე მიბმული ეს არის იმ კონცეფციიდან გამომდინარე უნდა იყოს ეს ყველაფერი ამიტომ რთული პროფესიაა რა ერთი შეხედვით ჩანს რომ აუ ამ ეს მეც ხო ვიცი რა ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას ხო და მესაათეს ვერ ჩაერევ მექანიზმში ეგ არის იგივე ალბათ აუდიტსაც ვერ ჩაერევი ფინანსის და იმის და ამიტომ ვამბობ და ნუ ხო რთული პროფესია არის საინტერესო პროფესია არის, ძალიან მაგარი პროფესია, მაგრამ ამ პროფესიას სჭირდება შესაბამისი გარემო და ქვეყანაც ალბათ რა, რომ ეს რა ვიცი 100%-ით გამოიყენო ეს ყველაფერი რა ვიცი. კი ბატონო, მაშინ ახლა მეორე სარეკლამო ჭრამ გვიწია, ცოტა ხანში დავბრუნდებით ეთერში და გავაგრძელოთ საუბარი, აქვე აი თემას დავტოვებ, აქვე რა თემაზე გავაგრძელოთ საუბარი, ანუ ჩვენ რეალურად ახლა რა მოცემულობა გამოგვდის, რომ მოდი ესე ვთქვათ, ბრენდ სტრატეგი, ბრენდი არის კონკურენციისთვის, ხო? მოდი იმ ქვეყანაში, სადაც კონკურენციაა და კი გასაგებია, რომ ახლა ყველა სტრატეგია და რო კითხო, მოკლედ ყველა გეტყვის, რომ ამას ხომეც გავაკეთებდიო, მაგრამ მე პირადად ძალიან მიყვარს ის кейსები, აქ ვამბობ, აი გულწრფელად, როდესაც ბიზნესი მომართავს, რო გაუფუჭდებათ საქმე. ანუ პრობლემაში რო არიან, იმიტომ რომ იმ დროს როგორ არის, როგორც აი ექიმთან ავადრო ადამიანი მიყვება რა, თავისუფლად, ასე ვთქვათ, უფრო მეტი არეალი აქვს იმ ექიმს, თუ რასაც ეთქვის, აუცილებლად დაუჯერებს და ესეთი кейსები უფრო მიყვარს, იმიტომ რომ იქ უფრო ადვილია, მოდი ესე ვთქვათ, კარგად ემუშაო, მაგრამ მეორე მხრივ არ არის აუცილებელი რომ ადამიანებს რაღაც პრობლემები შეექმნათ მათ შორის ბიზნესში. ალბათ ეს კონკურენციის ნაკლებობის პრობლემაა. და მოდი აბა ესე ვთქვათ, რომ აი ჩვენ ახლა ბრენდინგზე როდესაც ვსაუბრობთ, ქვეყანაში კონკურენციასთან მიმართებაში რა გამოწვევებს ხედავთ და
ამ შემთხვევაში როგორ სად შეიძლება იყოს ხსნა, ესე დავარქვათ. ანუ, მოდი იმაში ხო არ შეიძლება იყოს ხსნა, რომ ჩვენ როგორც ბრენდინგის სპეციალისტები დავეხმაროთ და დაგვიხმარონ უფრო იმ ბიზნესებმა, რომელიც ეხლა იდგამენ ფეხს, ხო, სტარტაპებს რო ვეძახით, მცირე და საშუალო ბიზნესი, იმიტომ რომ დიდები არიან უკვე როგორც ჩვენ თქვი, გემრიელად არიან, მოწყობილები არიან. და მგონია რომ ეს მოწყობილობას ბევრი რაღაცა უწყობს ქვეყანაში, როგორი კონიუნქტურა სამხელისუფლებას, ბიზნეს შორის ასე შემდეგ და რამდენად მარტივია ბიზნესის არა მარტო შპს-ს დარეგისტრირება, არამედ რეალური კეთება და აბა მოდი ვისაუბროთ, სად არის შესაძლებლობების ფანჯარა, სად არის ბრენდ სტრატეგიის პროფესიიდან გამომდინარე, აი მაგ გზას რო გავყვეთ. ეხლა გავიდეთ რეკლამაზე და დავბრუნდებით ძალიან მალე. გადაცემის მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. დაგეგმე საოჯახო დასვენება სასტუმრო ჯორჯია პალასში. ისარგებლე სამჯერადი კვებით და შეუქმენი ყველა პირობა ოჯახის წევრებს დაუვიწყარი ზაფხულის დღეების გასატარებლად. შთაგონებით ჩვენ ვქმნით თქვენს სხვისფერ მოგონებებს. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. დეტალებზე დაგვიკავშირდით. 577 24 24 25. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდით ზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. სილკპოსტი სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ, რომ ჩვენთან სტუმრად არის ბრენდის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო ლაივის დამფუძნებელი ალექსი ჩიკოვანი. ალექს, მოკლედ საუბრობდით იმაზე, რომ ბრენდინგი არის რეალურად კონკურენციის ინსტრუმენტი. ასევე საუბრობდით იმაზე და დავამატებ თუ შეიძლება იმ ეთერში რეკლამამდე გასვლამდე თემას კიდე ერთ საკითხს, რომ ისე ბევრი ბიზნესი, ეს ბიზნესად რო წარმოვიდგინოთ საქართველოში, მოკლედ რავი, საკმაოდ წარმატებულად გამოიყურება, ისინი დამფუძნებელი ან შეიძლება მენეჯმენტი ძალიან კმაყოფილია და აი აქ რაღაც კითხვები ისმევა ხოლმე და ზღვარი სად გადის, რომ რა ვიცი ეს ბრენდი და ბრენდინგი მაინც და მაინც რად გვინდა, რა შვენივრად ჭყალებში ფულს შვენივრად შოულობთ, ხო? მეორე მხრივ კონკურენცია შეიძლება იმდენად დიდი არ არის, რომ ბრენდინგი გახდეს და ბრენდი გახდეს მომხმარებლის გულის მოგების თავარი ინსტრუმენტი, ხო? ეხლა iPhone-ია, Apple-ია თუ Coca-Cola თუ არ ვიცი, ტაატია თუ სხვა ბრენდები, ჩავწერე ტაატების დიდ ბრენდებში, იმედია რომ ზუსტად ესეც იქნება ძალიან მალე მომავალში. ანუ საუბარია იმაზე, რომ ისინი პირველ რიგში მომხმარებლის გულის მოგებით, მოდი ესე ვთქვათ, არიან დაკავებული და ამით ხდებიან ისინი ძლიერები. აი საქართველოში ეს მაინც ერთეულებზე შეიძლება ალბათ ითქვას, მაგრამ აი ბიზნესში ფული აქ რაღაც კიდე სხვანაირად იშოვება. აი აქ სად ვართ ჩვენ, აი ეს ბრენდ სტრატეგობა, სად არის როგორც ძალიან მაგარი რამე თქვი რა, ისე გული სხვა რითი უნდა მოიგო. ხო, არ ვიცი. მოხარულის გული იცი უნდა მოიგო სხვა. ან არაფერი და უბრალოდ კონკურენტი არ ყავს რა. იცი რა, აი სულ ამბობ ხოლმე რა, აი ჩემ სტუდენტებსაც, რომ კარგი ბრენდი, სუდი ბრენდი არასწორი გამოთქმა, რა თქმა უნდა, რომ ბრენდია და დანარჩენი არ ახარ. როგორც ეხლა კაცური კაცი რა, კაცი ηλია ჭავჭავაძის არ იყოს ხო, სულ მაგას კაცი ისე გაჭირდა, კაცურის დამატება დაჭირდაო. ეხლა მოდი ისე რო არ გაგვიგონ, რომ აქ ეხლა ყველა რაღაცა სხვანაირად ჩო არის, რა თქმა უნდა, ბრენდები და სხვათა შორის შეიძლება ეხლა აი ჩემ პოდკასტშიც ეგეთი ადამიანები
ადამიანების მოწვევა მინდა რა, ძირითადად რომ ესე იგი შეიძლება ესე გააზრებულად რომ ბრენდინგს ვაკეთებ ეხლა და მივყვები ეგრე არ არის, მაგრამ რო ჩაეკითხები ლოგიკურად მიყვება საღაზრს რა, ხო ხდები და ასე აშენებს, იმიტომ ბრენდინგი ციდან ხო არ ჩამოვარდა რა, ვიღაცის სწორად რაღაცის ნაკეთებების მაგალითებზე შეიქმნა. ხო, ეხლა სად არის საშუალება რა? მოდი ვთქვათ, რომ ცალსახად ჩემი დაკვირვებით, რა თქმა უნდა, ახალი თაობის საქმიანი ადამიანები, ახალგაზრდები, მოკლედ, გაცილებით უფრო სხვანაირად აკეთებენ და უყურებენ, მეტია ვთქვათ იგივე ეთიკა, მეტია სწორი გადაწყვეტილებების სურვილი და მეტია იმის ასე ვთქვათ ცნობიერება, რომ კი მომხმარებლის გული უნდა მოიგო. და შესაბამისად ამ ადამიანებს შორის მეტია პოტენციურად ის ხალხი, ვინც თქვათ, კაი ბრენდს ააშენებს. ახლა არ ვიცი რეკლამაში ვარ ჩამეთვალოს ვერ ვასახელებ, მაგრამ არა, პრობლემა შეგიძლია და ხო, ახლა მაგალითად ჯერჯერობით მაგალითად აი შორიდან უყურებ, არ ვიცნობ ვინ არიან, მაგრამ იგივე სკაჯუს ბარს უყურებ რა შორიდან, რომ რაღაცა კარგად დაიწყეს, განსხვავებული იყო კალორია დათვალეს, ისა რაღაცები კარგად მიდიან, ხო? ავი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ვიღაცეები. კი, აი მე მაგალითად ვიტყვი, რომ აი რომ ეკითხებიან ხოლმე სტუდენტები მათ შორის, რომ აი საქართველოში კარგი ბრენდი გითხარ, აი მithქვამს, რომ მაგალითად ოქტოპუსი. ნამდვილად თვლი, რომ ერთ-ერთი ოქტოპუსი ნამდვილად ჩემი მშობლიური დარბაზია, ასე ვთქვათ. ჩემიც ორივესთვის საყვარელი ბრენდია და ნამდვილად აი ხო ბუდიში რაღაც. ხო, თუმცა ხო, ოქტოპუსი და კი რამოდენიმე ის არის. და ამ ადამიანებს ცოტა სხვანაირად უნდათ რა გააკეთონ ახლა ოქტოპუსი რო ახსენე ვთქვათ რომ იქ მართლა იგრძნობა რომ რაღაცა უნდათ რომ შენი გული მოიგონ სწორი ქმედებით რა რომ მოხვედი და ვარჯიშობ მადლობთ და აი ამას ვაკეთებთ ნუ ეს კარგია ხო ეხლა შესაძლებლობები სად არის შესაძლებლობები არის იქ რომ ნუ ხა ნელ-ნელა ეს ახალი თაობის საქმიანი ადამიანები დომინანტები გახდებიან ლევან და ერთი ეს ადამიანები არ არიან შეზღუდული მარტო საქართველოს ბაზრით ხვდები ამ ბოლო დროს უფრო მეტია საუბარი როცა მომართვიანობა არის რომ აი ფიქრობენ რომ გავიდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამას ყველა აცნობიერებს, რომ მარტო აქ კი არ უნდა მოეწყო, არამედ იქნებ გახვიდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. და სხვათა შორის ამ გამოცდილების შედეგად ისეთი გამიჩნდა იდეა, სულ აზიარებ ხოლმე, რომ ნუ ფიქრობთ ექსპორტზე მხოლოდ ფარგლებს გარეთ გატანაზე, იმიტომ რომ ექსპორტი უკვე შიგნითაც გაქვს, იმიტომ რომ მარტო ქართველები არ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში და 1000 ასე ვთქვათ ეროვნების ადამიანია და იმათაც უნდა ემუშაოთ. თუმცა ფიზიკური ფარგლებს გარეთ მეტია შემოსავალი ბრუნვა და ასე შემდეგ და დადგებიან ამის წინაშე, აი ეგ მაგალითად ანტრე ვახსენოთ რა გავიდა ფარგლებს გარეთ და ძალიან კარგი ამბავია და მიმახარებს. ჩემი გაკეთებულია თუ არ არის, ყველა ბრენდის გულშემატკივარი ვარ. ხო, აგერ იგივე სკაჯუს ბარი მე მგონი პრაღაში და 8000 მოსავალი ეგერ გერმანიაში 8000 მოსავალი და აგერ გოჩიტები, გოჩის ბურგერიც რაღაცას აპირებს და მოკლედ მთელი ამბავია, ხო? შესაძლებლობები არის იქ რომ ჩვენ არ უნდა დავნებდეთ ლევან, ჩვენ უნდა მივიყვანოთ ჩვენი საქმე ბოლომდე, ჩვენ უნდა ვიკითხოთ ლექციები, გამოვჩდეთ, ვილაპარაკოთ, რომ კიდევ მეტი იყოს იმის ცნობიერება, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდი. ბრენდი კონკურენციისთვის არის, რო თქვი, შენ მოდი დაუზუსტოთ ადამიანებს, რომ ბრენდი არის კონკურენციისთვის იმის კონკურენციისთვის იმ გაგებით, რომ ამ კონკურენციას ან თავი უნდა არიდო, ან ამათ უნდა აჯობო. ხო ხვდებით, ბრენდი გამარჯვების სტრატეგიაა თქო, რო ვიძახი და შესაბამისად სხვანაირად ვერ გამოვა და ხო იცი ქართველები რანაირი უკუღმართი ხალხი ვართ. ეხლა კი პატარა ქვეყანა ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად ის ბიზნესები და ის საქმეები, რომელიც აი კეთდება განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ, იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს წესით ჩვენ ხელა ქვეყანაში რა. და თუ ეხლა რაღაცა ძალიან დიდი უბედურება არ დაგვემართა როგორც ქვეყანას, მე მაინც მგონია, რომ მალე მოვა ის დრო, რომ ნუ სხვა გზა არ იქნება რა, რომ გარდა იმისა, რომ მომხმარებლის გული მოიგო და ისე მიიპყრო შენი ყურადღება და ისე დაიტოვო ეს მომხმარებელი, ასე თქვათ, შენთან და შენი საქმისადმი გახადო ლოიალური რა და ალბათ მომხმარებელი ვინ არის, ისიც ასე თქვათ, კარგი გააზრება მოხდება ამის და დაფასდება და უკვე მიხვდებიან ბიზნესები, რომ შენ რო საქმეს აკეთებ, შეიძლება სულ არ გიფიქრია და გონია, რომ ჩემთვის ვაკეთებ რაღაცა, უნდა მოვეწყო, ფულს ვიშოვი, რაღაც, მაგრამ შენ ამ საქმეს აკეთებ იმ ადამიანისთვის, ვინც უნდა გაიგოს შენს შესახებ, მერე მოვიდეს გაგსინჯოს, მოეწონო უნდა და უნდა დაბრუნდეს და რო ბრუნდება შენ არ უნდა მოდუნდე რა და ისეთი უნდა დახვდე როგორც პირველად იყავი და აი ამის გაცნობიერებას როგორ ჩანს ლევან
ისევე როგორც ისტორიისთვის, ასევე ბრენდინგისთვისაც თუნდაც 30 წელი, ეხლა შენ ამდენი 30 წელია ხო ხარ ამ საქმე, მე 26 წელია ვარ და არ არის საკმარისი მოკლედ, მგონია და შესაბამისად მოკლედ ის თაობა კიდე აი ამ საქმიანი ადამიანების კიდე უნდა წამოიზარდოს, წლები შეემატოთ და მეტი გაჩნდნენ, რომ უკვე აი ამის გარდაუვალი აუცილებლობა დაინახონ და შესაბამისად გაჩნდეს. შეიძლება მთელი ამის ناقოფი ჩვენ ვერ მოვისხათ, მოვიმკათ თუ როგორც არის ასე თქვათ, მაგრამ ბრენდინგმა მიიღოს და რა ვიცი, ახლა რაღაცა მემკვიდრეობას დავტოვებთ რა ჩვენ რა. კი ბატონო, მეც გეთანხმები, აი განსაკუთრებით ახალი თაობის ბიზნეს ენტერპრენერების, იქნება თუ ბიზნესმენების, კომერსანტების, არ ვიცი როგორც გინდა ის, ანუ იმ ენერგიული ადამიანების ნამდვილ ურთიერთობაც სხვანაირია. მაგალითად, ეხლა ძალიან მარტივად რო თქვა, რა ვიცი, ხა ადამიანური დამოკიდებულება უფრო საღი და ჯანსაღი დამოკიდებულება ეხლა ხშირად ყოფილა, რომ აი დაურეკიათ, რომ აი თქვა ინტერესებს თქვენი პირობები ან შეხვედრაზე ყოფილხარ და მე შენ წინადადებას აცნობ და უკან ეთიკაა ხო რომ ადამიანს უკან დაუბრუნო პასუხი რა თუნდაც თუ სხვა აირჩიე რომ ადამიანს უთხრა რომ ის რა და ეხლა ბევრ ყოფილა ესეთი შემთხვევები რომ აი რაღაც ესეთი უკულტურობაც კი გამოუჩენიათ ხო რომ არ აბრუნებ რა პასუხს და ეს ახალგაზრდები სხვანაირად იქცევიან უფრო რა რაღაც საღი ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს და რაღაც ურთიერთობაში ძალიან უფრო კიდე უფრო მეტად ადამიანურები და უფრო საღები არიან და ეს ძალიან მოდი ესე ვთქვათ გონია რომ მანდაც რაღაც გარკვეული საბჭოური აზროვნების დაღის მოშლა ხდება ამ მიმართულებით. ლევან ხა შენც კარგად გესმის რომ გახსოვს საბჭოთა კავშირი და მე ხო დამკვეთი ვარ საბჭოთა ბავშვები ვართ ჩვენ და გახსოვს კარგად და არა მარტო ბავშვები და ჯერ კიდე ცოცხალია რა ეს უბედური აი ეს რაღაცა მენტალობა და დამოკიდებულება რა სულ ვიხსენებ რომ მამაჩემმა როცა აი დამოუკიდებელ საქართველოში რაღაც საქმიანობა დაიწყო სულ ქონდა ცდილობა რომ ერთი ჯიბიდან აიღო და მეორეში აი რაღაცა და აი ეს დამოკიდებულება და ხა თავარი ამბავი რა ჩვენ გუპავს ასე თქვა ჯერჯერობით კიდე არის რომ არ ხდება ანუ ადამიანი ხო საბჭოთა კავშირში არავინ არ იყო ფაქტიურად ნოლი რა ამ მომხმარებელი იქით ვიხდიდით ფულს ხო რომ რაღაცა დასქვემოდან მოეყიდათ ხო და კი ეს ახალგაზრდობა სხვანაირი რად იქცევა და აღარ მჭირდება ხოლმე მათთან მიწერა რომ არაც პასუხია ანუ არა არის პასუხი ასევე და მინდა გითხრა რომ ეხა ამ ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა ხა უცებ გამახსენდა ეს მიწისთხილის კარაქის ბრენდი როა სნეკი მათი დამფუძნებლები მოვიდნენ და ანუ ბრენდინგი რატო უნდათ ასე ვთქვათ ისე დამბრიფეს რომ ხო რა ვიცი მე ხო ანუ სავსებით ისე კარგად ესმოდა და ხო ამოცანები ძალიან კაფიო და მივხვდი რომ ასე ვთქვათ გაცილებით სხვა ამბავი იყო ვიდრე ვთქვათ ის მაგრამ ეს საბჭოთა მემკვიდრეობა და მე ამაზე ვლაპარაკობ ხოლმე ჩემ ლექციებზე ჯერ კიდე ცოცხალია სამწუხაროდ და მაშინ მოდი ახლა ამ თემასაც შევხედოთ ვთქვათ რომ ბრენდი და ბრენდინგი შეიძლება იყოს ჩემო გამოცდილების სიმძიმემ ჩემი აშკარად ხო ეს გიყურებდა ისა რა ქვია ხო მაგრამ მოდი ეს ვიტყვი რა ეს არ ამცირებს შენს მნიშვნელობას ბრენდინგისთვის და ხო მოდი ახლა ვიტყვი ესე რომ ბრენდი და ბრენდინგი შეიძლება სხვათა შორის ჩვენ განვიხილოთ მათ შორის როგორც იმ პოსაბჭოთა აზროვნების დანგრევის ასე ვთქვათ ინსტრუმენტიც რა იმიტომ რომ ბრენდინგი ეს არის რომ ყველაზე უნდა იზრუნო თანამშრომელზეც მომხმარებელზეც დამფუძნებელზეც არ ვიცი მედიაზეც შენ ქვეყანაზეც ანუ ბრენდი არის ის რამაც უნდა გააერთიანოს კი არა დაშალოს და დააკუწნოს არამედ ერთზე კი არ უნდა იფიქროს რომ აი მე დამფუძნებელ ფულს ვიხდი ესე არა ანუ ბრენდინგი არის ზუსტად ეს რაღაც უფრო ახალი ჰორიზონტი აზროვნები ხო აზროვნების ამაზე მენტალობის დანგრევის ერთ-ერთი ძალიან ეფექტიანი კი და აი ხო ჩვენს მასაუბარმა რაღაც უცებეს იდეა დაბადა და მე მგონი შეიძლება ძალიან მარტო ამიტომ ღირდა შეიძლება ჩვენი ეთერში შეხვედრა რომ შენ ადგილას ამაზე დავწერდი კიდევ ორ სიტყვა ძალიან მაგარი რამე ხო აი მარტო ეს ანტისაბჭოთა ხელოვნება რეალურად არის ბრენდინგი ეგ ყველაზე ზრუნვა სხვა შორის მაგარი რამე თქვი იმიტომ რომ ამ ბოლო დროს დავიწყე ლაპარაკი არა მარტო შიდა და გარე ბრენდინგზე, არამედ მესამე პირებთან ბრენდინგზეც. ხვდები, რომ აი მომწოდებლებსაც ისე უნდა მოექცე, როგორც ის არის და ვთქვათ
ანუ რეპუტაცია ხო 360 გრადუსიანია რა. ყველა ბედნიერი უნდა იყოს, რომ ეს ბრენდი გაჩნდა, არსებობს და რაღაც სარგებელი არის მასთან შეხებაში. მომხმარებელი, მიმწოდებელი, პარტნიორი, რა, ყველაფერი რა. ალექს, ჩვენ გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მოდი ესე ვქნათ, აი ჩვენ ეთერში ყოველთვის ხა ეს გადაცემაც იმისთვის არის და რაღაც ყველა ვცდილობთ რომ რაღაც ცოტა შევმატოთ შენი ლექციებით, საქმიანობით, ბიზნესთან, პოდკასტით, რაღაც ვცდილობთ რომ რაღაცა ვაიბი იყოს ხო ბრენდინგზე და მოდი ესე ვქოთ რომ ეს გადაცემაც არის იმისთვის რომ ვეცადოთ რომ რაღაცა საღი აზროვნების რაღაცა სივრცე იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის რომ გადაცემის ქუჩიც ესე გვაქვს ნათქვამი რომ ქვეყანა უფრო ძლიერი ბრენდი როგორ გავხადოთ და ჩვენც მერე თითოეულმა ჩვენთაგანმა როგორ ამ ძლიერ ბრენდში მივიღოთ მათ შორის რაღაც თითოეულმა ჩვენთაგანმა ბედნიერება და სარგებელი და მოდი აი შენ რა თუ შეიძლება რომ აი იმ ადამიანებს ვისაც ბიზნესი ან ფიქრობენ ან უკვე დაიწყეს ან უკვე აქვთ აი ამ ადამიანებს თუ შეიძლება რაღაც შენი მიმართვა რო უთხრა ბრენდინგის გადმოსახედიდან ან ყველაზე მთავარს რას ეტყოდი მათ რომ აი ბრენდ სტრატეგია ბრენდი რა რატომ რისთვის და რა სარგებლობის მომტანია ან რავი რაზე იფიქრონ როცა ამ თემას კი ბატონო შენი საუბრის აი ამ კითხვის პირველ ნაწილს გამოვეხმაურები ჯერ და ვიტყვი რომ ჩემი ბრენდინგისადმი თავდადება განისაზღვრება ესეთი რაღაც ფილოსოფიით რომ რაც უფრო მეტი ბრენდია ქვეყანაში ნუ კარგი არ მინდა ვიხმარო მაგრამ ნუ რაც არის მით უკეთესია ქვეყანა რა იმიტომ რომ ეს არის ეთიკა დისციპლინა, სწორად კეთება საქმის და ყველაზე ზრუნვა და ნუ რა ვიცი, საოცრად მაგარი ფრაზა ეს ანტისაბჭოთა მენტალობის ანუ საბჭოთა მენტალობის დანგრევის ხერხი. და რაც შეეხება რას როგორ მიმართავდი, აი ეს ცოტა შინაურულ მეგობრულ მიმართვას გავაკეთებდი იმ დღეს დამიტრიალდა თავში, რომ აი ეს ყველამ წარმოიდგინოს, რომ სადღაც სუფრაზე მოხდნენ, ან რაღაცა თავშეყრის ადგილზე მოხდნენ და ვიღაცამ კითხა, რომ თქვენ რას აკეთებთ, ან სად მუშაობთ, ან სად საქმიანობთ რა და უფრო მფლობელებს მინდა მიმართო და პირველ პირებს და აი დაფიქრდნენ ამაზე, რომ ნუ თუ არ უნდათ, რომ როცა ის იტყვის თავისი საქმის სახელს, ბრენდის სახელს რომ გაიგონონ რომ ვა რას ლაპარაკობ თქვენ შემოგივლეთ რა მაგრები ხართ რა და თქვენი ჭირიმე რა აი ზედმეტი რაღაცა ბიზნეს ტერმინოლოგიის და ემის გარეშე რა ხო ხდები აი ამაზე მინდა იფიქრონ და აი ეს ვა რას ლაპარაკობ შენ შემოგივლე რა მაგრები ხართ და რა კარგ საქმეს აკეთებთ ბრენდინგის გარეშე უბრალოდ ფიზიკურად არ გამოვა იმიტომ რომ ბრენდინგი მოდი უთხრათ ადამიანებს არის მართული და არის თვითნაბადი რა. ყველა შემთხვევაში პრინციპები არის ერთი და იგივე. სხვისი გათვალისწინება, სხვაზე ფიქრი და სხვისთვის მართლა არსებული რეალური პრობლემის გამორჩეულად და განსხვავებულად გადაჭრა, რომელიც აჩენს აი ამ ემოციებს და თუნდაც შენი მომხმარებელი არ იყოს, ყველა ადამიანს სიამოვნებს, რომ მის ქვეყანაში არის რაღაცა ისეთი მაგარი ბრენდი, რომელიც იგივე აი ვახსენეთ, რომ გარე გავიდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და პატარა ბაზრის სინდრომთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ეხა ფინეთის პატარაა, მაგრამ საოცარი ბრენდები აქვს შექმნილი, ხო, რა ვიცი. კი ბატონო, ანუ ზომაზე არ არის ეს დამოკიდებული. ზომაზე არ არის, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა გარე გასვლა. ბრენდი ესი შემთხვევა, როცა ნამდვილად ზომას არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის. ვიღაცამ თქვა არ მახსოვს რომ ჩვენო თუ გარე გავალთო ლიტერატურით შეგვილიაო რომ ერთ-ერთი პირველებმა გავარღვიოთო მე ვთვლი რომ სპორტიც იგივეა და მე ვთვლი რომ ბრენდინგიც იგივეა იმიტომ რომ ქართველებს ნამდვილად შესწევთ იმის ძალა რომ შექმნან ისეთი ბრენდები რომელიც გარე გავარდება მით უმეტეს ეს ჩვენი ასე თქვა ჩვენთვის დამახასიათებელი რაღაცები გვიწყობს ხელს რა კი ბატონო რა ვიცი მადლობა ესეთი მოდი ვიტყოდი ძალიან ინსპირაციული შთამაგონებელი რაღაცა ეთერისთვის ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად საუბარი ამ თემებზე და იმედი მაქვს რომ ეხლა აქ სტუდიაში არ ვართ იმდენი ნამდვილად როგორც ეხლა იყავი ხო გამოსვლა ქონდა იქ რა ქვია სპოტლაიტზე ხო და ნახე ის კადრები რომ ხალხი შენთან ერთად როგორც ამოდგა და რაღაცა მართლა ძალიან გულხურვალე და რაღაცა ისეთი გულიდან ამოსული აპლოდისმენტები მიიღე და იმედი მაქვს რომ ჩვენი მსმენელისთვისაც შენი ეთერი და სტუმრობა ჩვენთან აი ესეთივე ძალიან შთამაგონებელი იყო და
კიდე ერთი ნაბიჯი იყო, რომ ბრენდზე და ბრენდინგზე და ბრენდ სტრატეგიაზე ბიზნესმა იმ ადამიანებმა, ვინც სწავლობენ ამას, ან ვინც იყენებენ, კიდე უფრო ესე შეხედონ, რა ქვია, უფრო მეტი კეთილგანწყობით და უფრო მეტი მონდომებით მოდი ამ თემას და ეს თემა გახდება კიდე უფრო საინტერესო ახალ მომავალში. თუმცა ჩვენი შეხვედრა ისეთი რა კონცეფციით დაგვირგვინდა, რომ რავი, ამაზე უკეთესი რა უნდა გაგვეკეთებია. ბრენდინგი არის ანტისაბჭოთა მენტალობის საბჭოთა მენტალობის კი, დაანგრევთ მართლა ძალიან მაგარი ამბავია და აი მართლა დაფიქრდნენ რა, რომ ვა, მართლაც შენი კომპანია, შენი ბრენდია, აი ეს რამხელა სიამოვნების მომნიჭებელია რა. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა შენ მოწვევისთვის. ჩვენთან ეთერში იყო დღეს ალექსი ჩიქოვანი, ბრენდის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო ლაივის დამფუძნებელი, ჩემი კოლეგა და მეგობარი პირველ რიგში და დიდი მადლობა მას სტუმრობისათვის მომავალ ეთერამდე. მადლობა მოწვევისთვის. ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. კომპანია San